მთვარე ტყუპები ეს არის ემოციურ დონეზე მოთხოვნილება კომუნიკაციაში იყოს თარე მესამე სახლშიც იგივენაირად მუშაობს, როცა მე მუდმივად ინფორმაციის მოთხოვნილება მაქვს, მუდმივად კომუნიკაციის მოთხოვნილება მაქვს, აი შეიძლება თარე ტყუპები, ან თარე მერკური შეერთებაც შეგვიძლია ამასე, აი მოთხოვნილება გქონდეს, რომ უსმინოს სულ დაგუგლოს რაღაც ვიდეოებს, აი საინფორმაციო უსმინოს. ან არის მაგალითად უბრალოდ უნდათ სულ კომუნიკაციას, სულ მარტო რო ვერ ჩერდებიან საკუთარ თავთან, სულ გაცილჭირდებათ ინფორმაციის, ხო? სხვათა შორის ერთი ცოტა ნეგატივის აქვს, რომ ჭორაობაში გადის ხოლმე მნიშვნელოვანი დრო, თუ ესეთ ნეგატიურად ვართ ამ თვარე ტყუპებს ჩართული. და პოზიტიური კუთხით ეს არის ადამიანი, რომელიც დედაც, მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება ძალიან კომუნიკაბელურია, სულ ნათესავებთან ურთიერთობა ჰქონდა, სულ მასთან ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, იქვე სატურნი თუ არ დგას, ხო? სატურნი ეს ნიშნავს უკვე, რომ აი საქმე სულ უვლიდა ჩემს ნათესავებს, ან უვლიდა სულ მეზობლებს. აი მთვარე ტყუპს ვხედავ, ეს ადამიანი მას ემოციური მოთხოვნილება აქვს ურთიერთობების. ხალხთან, ნათესავებთან, გარემოსთან, ან კითხულობდეს სულ, ან რაღაცას სწავლობდეს სულ.